გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მასშტაბით ის ადგილები განსაზღვრა, სადაც წინა საარჩევნო სააგიტაციო მასალის გაკვრა იქნება ნებადართული. საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძეს განცხადებით, არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ კანდიდატს საშუალება ექნება საკუთარი ბანერები როგორც წმინდა წყლის დასახლებაში, ისე სტალინის გამზირზე, კომბინატში და სხვა ცენტრალურ დასახლებებში, სპეციალურად მოწყობილ დაფებზე გააკრან. ცნობისთვის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება, წინა საარჩევნო კამპანია კი არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყო. ყოველ არჩევნების წინ ვაახლებთ იმ ადგილებს, სადაც უნდა მოხდეს გააკვრა, უბნების დაზუსტება, ეს ყველაფერი მაგალითად შეიცვალა ზოგან იყო ზოგიერთ სოფელში არის ესეთი, რომ კულტურის სახლში იყო და გადაიტანეს სკოლაში და ასე შემდეგ. და შესაბამისად პროპაგანდისათვის განკუთვნილი ბანერები კეთდება სხვადასხვა ადგილზე. ესეც კოდების მიხედვით არის უკვე დაზუსტებული და ეს ყველაფერი ჩვენ მივიღეთ და დავამტკიცეთ დღეს. ასე რომ უკვე წინა საარჩევნო პროცესი დაწყებულია და ყველას აქვს ამ დოკუმენტისა და კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.